გამარჯობა. ეს გადაცემა მე ვარ ფერმერია ლალა ფაღავასთან ერთად. როგორც წესი, ჩვენი გადაღებები სოფლად მინდორში, ტრაქტორების ხმაურში ან ვენახებში მიმდინარეობს. მაგრამ დღეს განსხვავებული ეთერი გვაქვს. ჩვენ სტუდიაში დავრჩით, იმიტომ რომ დღეს ფერმერობაზე სულ სხვა რაკურსით უნდა ვილაპარაკოთ. დღეს ვსაუბრობთ ვერტიკალურ ფერმებზე, ანუ იმაზე, როგორ მოვიყვანოთ მოსავალი შენობებში, მიწისა და მზის გარეშე. ვნახოთ, როგორ შეიძლება ბეტონის ნაგებობები თანამედროვე მეურნეობებად ვაქციოთ და რატომ არის ეს საქართველოსთვის რეალური შანსი სოფლის მეურნეობას სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. სანამ ამ ტექნოლოგიას უკეთ გაგაცნობთ და უშუალოდ სარგებელზე გადავიდოდეთ, მინდა ზუსტად გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ ტიპური მრავალსართულიანი შენობა თქვენს უბანში. ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ იქ ადამიანები ცხოვრობდნენ, თითოეულ სართულზე სპეციალურ თაროებზე ათასობით მცენარე იზრდება. ეს არის ურბანული ვერტიკალური ფერმა, სადაც ჩვენ ვქმნით იდეალურ მზეს, ლედგანათებებით, იდეალურ წვიმას ჰიდროპონიკული ხსნარით და იდეალურ ქარს ვენტილაციის სისტემით. რატომ ვეხებით ამ თემას, მოკლე შესავალს გავაკეთებ და ვფიქრობ კიდევ უფრო დაგაინტერესებთ ამ ტექნოლოგიის პერსპექტივა. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ წერტილში, სადაც კაცობრიობის ისტორია ორად იყოფა. დაფიქრდით ამ ციფრზე 2035 წელი. თითქოს ხვალ. ეს ხომ დაახლოებით ის წელია, როცა დღევანდელი მესამე კლასელები დაახლოებით სკოლას დაამთავრებენ. პროგნოზები კი ამბობს, რომ იმ დროისთვის დედამიწაზე იმდენი ხალხი ვიქნებით, იმდენი ადამიანი უბრალოდ, რომ დღევანდელზე 69%-ით მეტი საკვები დაგვჭირდება. ახლა კი წარმოიდგინეთ ჩვენი პლანეტა, როგორც ერთი დიდი ვაშლი. ჩვენ უკვე ამ ვაშლის თითქმის მთელი რბილობი შევჭამეთ, ნაყოფიერი მიწა აღარ გვყოფნის. იმისთვის, რომ ტრადიციული მეთოდით კიდევ 70%-ით მეტი საკვები მოვიყვანოთ, ჩვენ უნდა გავანადგუროთ დედამიწაზე დარჩენილი ყველა ტყე. უნდა გადავხნათ ყველა პარკი და სათამაშო მოედანი და რაც ყველაზე საშინელია, ეს მაინც არ იქნება საკმარისი, რადგან თავად ბუნება აჯანყდება ჩვენს წინააღმდეგ. ასევე ჩვენ ვუყურებთ ახალ ამბებს და ვხედავთ გვალვებს აფრიკაში ან წყალდიდობებს ევროპაში. მაგრამ იშვიათად ვუკავშირებთ ამას ჩვენს თეფშს. რეალობა კი ისაა, რომ ტრადიციული ფერმერი თესავს მოსავალს და ლოცულობს, ოღონდ არ დასეტყოს, ოღონდ არ დაიწვას, ოღონდ წყალი არ დაშრეს. კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ყველაზე მაღალ რისკიან ბიზნესად აქცია. და სწორედ აქ შემოდის თამაში ვერტიკალური ფერმა. ეს არ არის მხოლოდ მეწარმეების ახირება. ეს არის ჩვენი პასუხი ბუნების ქაოსზე. როცა გარეთ კლიმატი ირევა, როცა მიწა იფიტება და როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვები, რომლებზეც ჩვენ ასე ვართ დამოკიდებულები, ნებისმიერ დროს შეიძლება გაწყდეს, აი ამ დროს ვერტიკალური ფერმა ხდება ჩვენი ნოეს კიდობანი. ეს არის მცდელობა, რომ საკვების წარმოება გამოვყოთ გარემოზე დამოკიდებულებისგან. ამასთან საუკუნეების განმავლობაში ქალაქი იყო, ასე ვთქვათ, მტაცებელი. ის იწოვდა რესურსებს სოფლიდან და სანაცვლოდ მხოლოდ ნარჩენებს აბრუნებდა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენი საკვები ათასობით კილომეტრიდან მოდის. დაფიქრებულ ხართ, რამდენი საწვავი იხარჯება იმაში, რომ ზამთარში მაგიდაზე ერთი ცოცხალი პომიდორი გვედოს. ვერტიკალური ფერმერობა ამ პარადიგმას თავდაყირა აყენებს. ის ქალაქს აქცევს წარმოებლად. ეს არის შანსი, რომ ბეტონის ჯუნგლებმა თავად გამოკვებონ საკუთარი მოსახლეობა. ეს აღარ არის შორეული სოფლის იმედზე ყოფნა, ეს არის საკვები თქვენს მეზობლად, თქვენს კორპუსში, თქვენს ქუჩაზე. აი სწორედ ამიტომ არის ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ტექნოლოგიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გადავრჩეთ სამყაროში, სადაც რესურსები ამოწურვადია. ახლა კი როცა უკვე ვიცით, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მოდით ჩავიხედოთ ამ კოსმოსური ხომალდის შიგნით. როგორ ვაიძულებთ მცენარეს, რომ გაიზარდოს მიწის გარეშე? როგორ ვაქცევთ წყლის ერთ წვეთს ოქროთ და საერთოდ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მზე თავისი მცენარეებისთვის? დავიწყოთ იმით, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც აქამდე ფერმაზე ვიცოდით. დაივიწყეთ უზარმაზარი ტრაქტორები, მზისგან დამწვარი ყანები და დამოკიდებულება იმაზე, წამოვა თუ არა წვიმა მაისში. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თბილისის ან ბათუმის ცენტრში, შედიხართ სრულიად ჩვეულებრივ შენობაში და იქ სართულებს შორის ნაცვლად ოფისებისა ხედავთ ნეონისფერ განათებაში მოციმციმე ათასობით მწვანე მცენარეს. სწორედ ეს არის ვერტიკალური ფერმა, სოფლის მეურნეობისა და კოსმოსური ტექნოლოგიების იდეალური ტანდემი. მარტივად რომ ვთქვათ, ვერტიკალური ფერმერობა არის მცენარეების გაშენება არა მიწაზე, ერთ სიბრტყეზე, არამედ მრავალსართულიან თაროებზე, სადაც გარემო პირობები 100%-ით კონტროლდება. ეს არის მეურნეობა, სადაც ჩვენ ბუნებას კი არ ვემორჩილებით, არამედ თავად ვქმნით მას.
თუ ტრადიციული ფერმერი ფიქრობს, რამდენ ტონა მოსავალს მომცემს 1 ჰექტარი მიწა, ვერტიკალური ფერმერი ფიქრობს, ასე დავარქვათ, რამდენ მოსავალს მომცემს 1 კუბური მეტრი სივრცე. ეს არის გადასვლა ფართობიდან მოცულობაზე. აქ ყოველი სანტიმეტრი და ყოველი წამი დაგეგმილია. განვიხილოთ ტექნიკური მხარე, როგორ მუშაობს ეს კოსმოსური ბაღი. ალბათ ბევრ თქვენგანს ახლაც უჭირს დაჯერება, როგორ ახერხებს მცენარეს ზრდას იქ, სადაც არც მზეა და არც მიწა. ნუ თუ ეს ნამდვილია, ნუ თუ გემო ექნება. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ ბუნებას კი არ ვატყუებთ, ჩვენ მას ვუსმენთ და იმაზე უკეთეს პირობას ვუქმნით, ვიდრე თავად დედამიწას შეუძლია ეს. ვერტიკალური ფერმა 4 ძირითად მძლავრ სვეტზე დგას. მოდით სათითაოდ განვიხილოთ ეს ინჟინრული საოცრება. სინათლის დიეტა და ფერების მაგია. დავიწყოთ მთავარით, მზე. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მზე შეუცვლელია, მაგრამ მეცნიერებამ დაადგინა ერთი შოკის მომგვრელი ფაქტი. მცენარე მზის სხივების დიდ ნაწილს საერთოდაც არ იყენებს. ის მას უფრთხილდება. მცენარეს თავისი გემოვნება აქვს და მას ყველაზე მეტად წითელი და ლურჯი ფერები უყვარს. ვერტიკალურ ფერმაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ LED სანათებს. ეს არ არის ის ნათურები, თქვენს მისაღებ ოთახში რომ კიდია. ეს არის ზუსტად გათვლილი სინათლის რეცეპტები. წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია მცენარეს გემოც კი შევუცვალოთ სინათლით. მაგალითად, თუ გვინდა რომ ჩვენი ქართული რეჰანი უფრო მძაფრი და არომატული იყოს, ჩვენ აუწევთ ლურჯ სპექტრს. თუ გვინდა რომ სალათის ფურცელი უფრო ხრაშუნა და წვნიანი გაიზარდოს, ვამატებთ წითელ LED განათებას. ჩვენ ვართ მზის დიჯეები, ვარეგულირებთ სხივებს ისე რომ მცენარე მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და იცით რა არის ყველაზე მაგარი? მცენარეს აქ არასდროს აწვიმს და არასდროს ეფარება ღრუბელი. მას აქვს იდეალური მზე 24 საათის განმავლობაში. გადავიდეთ მეორე კომპონენტზე. მიწაზე. ჩვენ გვგონია რომ მიწა მცენარისთვის ყველაფერია. სინამდვილეში მიწა მცენარისთვის მხოლოდ ბინაა და მაცივარი, სადაც საკვები ინახება, მაგრამ ამ ბინაში ხშირად ბინადრობენ დაუპატიჟებელი სტუმრებიც, მავნებლები, ბაქტერიები, შხამქიმიკატების ნარჩენები. ვერტიკალურ ფერმაში ჩვენ მცენარეს მიწას ვაცლით და ვთავაზობთ ეგრეთ წოდებულ VIP მომსახურებას. რას გულისხმობს ჰიდროპონიკა? წარმოიდგინეთ, რომ მცენარის ფესვები პირდაპირ მდინარეშია. ოღონდ ეს მდინარე არის გაფილტრული, სუფთა წყალი, რომელიც გაჯერებულია ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. რას ნიშნავს აეროპონიკა? ეს საერთოდ ფანტასტიკაა. მცენარე ჰაერშია დაკიდებული და მის ფესვებს სპეციალური დანადგარები ნოყიერ ნისლს ასხურებენ. რატომ არის ეს კარგი? იმიტომ რომ ბუნებაში მცენარე მთელ ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ ფესვები ღრმად გაუშვას მიწაში, წყლის საძებნელად. ის იღლება, აქ კი საკვები თავად მიდის მასთან და შედეგად მცენარე მთელ თავის ძალას ხარჯავს იმაში, რომ გაიზარდოს დიდი, გემრიელი და ჩვენთვის სასარგებლო. მესამე ფაქტორი ეს არის კლიმატის კონტროლი, იგივე ფერმის ტვინი. ჩვენ ახლა როცა სტუდიაში ვართ, მე და ჩემი კოლეგები ყველა ვგრძნობთ კონდიციონერის სასიამოვნო სიგრილეს, მაგრამ ვერტიკალურ ფერმაში ეს 1000-ჯერ უფრო რთული და ჭკვიანი სისტემაა. მცენარეებს არ უყვართ სიურპრიზები, მათთვის 2 გრადუსით მეტი ან ნაკლები ტემპერატურა უკვე სტრესია. ფერმაში დამონტაჟებულია ასობით სენსორი. ისინი ყოველ წამს ზომავენ ყველაფერს, რამდენად ტენიანია ჰაერი. არის თუ არა საკმარისი CO2 ნახშირორჟანგი, რომ მცენარე მისუნთქოს, როგორია ჰაერის ნაკადი. თუ მცენარის ოდნავ დაცხა, ასე ვთქვათ, კომპიუტერი მომენტალურად ადამიანის ჩაურევლად აგრილებს გარემოს. ეს არის გარემო, სადაც არ არსებობს გვალვა, არ არსებობს სეტყვა და არ არსებობს ყინვა. ეს არის აბსოლუტური სტაბილურობა. და აი მეოთხე სვეტი, რომელიც ამ ყველაფერს ერთად კრავს. ეს არის დიდი მონაცემები, big data, ვერტიკალური ფერმა უფრო მეტად IT კომპანიაა, ვიდრე ყოველი მოსავლის ციკლიდან ჩვენ ვიღებთ ათასობით მონაცემს. კომპიუტერი აანალიზებს, აგერ გასულ კვირას სინათლე 5%-ით მეტი რომ ჰქონდა, სალათის ფურცელი უფრო სწრაფად გაიზარდა. შემდეგი დათესვისას სისტემა უკვე უფრო ჭკვიანია. ჩვენ ვსწავლობთ მცენარის ყოველ ამოხნეშას. შედეგად ყოველი მომდევნო მოსავალი არის უფრო გემრიელი, უფრო ხარისხიანი და უფრო იაფიც კი. ეს არის მეცნიერება, რომელიც ემსახურება თქვენს ჯანმრთელობას. მაგრამ აი კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს. კი, მაგრამ რა ღირს ეს ყველაფერი? რამდენად რეალურია, რომ ასეთი ტექნოლოგია საქართველოში ჩვენს მეზობლად, ახლო-მახლო დაინერგოს და მართლა მომგებიანი იყოს? გადავიდეთ შემდეგ ბლოგზე და ვისაუბროთ ფულზე, რისკებზე და იმ დიდ შანსზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. რატომ არის ეს მომგებიანი? სარგებელი და რიცხვები. რატომ წვალობთ ამდენს, როცა შეგვიძლია უბრალოდ მიწა დავამუშაოთ? წყლის ეკონომია არის პირველი ფაქტორი.
და ყველაზე შთამბეჭდავ ფაქტს გეტყვით. ვერტიკალური ფერმა მოიხმარს 95%-ით ნაკლებ წყალს, ვიდრე ტრადიციული მეურნეობა. რატომ? იმიტომ რომ წყალი იქ დახურულ წრეზე ტრიალებს. ის კი აღარ იღვრება მიწაში, არამედ იფილტრება და ისევ მცენარესთან ბრუნდება. მცენარის მიერ აურთქლებულ ტენსაც კი სპეციალური დანადგარები იჭერენ და ისევ წყლად აქცევენ. მეორე ფაქტორი ეს არის ნარჩენების შემცირება. ტრადიციულ მეურნეობაში მოსავლის თითქმის 30-40% იკარგება გზაში, საწყობებში ან ამინდის გამო. ვერტიკალურ ფერმაში კი ცუდი ამინდი არ არსებობს. წელიწადში 365 დღე მოსავლის აღების სეზონია. 0% პესტიციდი, რადგან გარემო სტერილური და დახურულია, იქ მწერები და მავნებლები უბრალოდ ვერ ხვდებიან. შესაბამისად, არანაირი შხამქიმიკატი არ გვჭირდება. თქვენ ყიდულობთ პროდუქტს, რომელიც იმაზე სუფთაა, ვიდრე ყველაზე შორეულ სოფელში მოყვანილი ბოსტნეული. ახლა კი განვიხილოთ საქართველო და ვერტიკალური ფერმერობა როგორც ჩვენი შანსი. ალბათ ბევრი თქვენგანი ისევე როგორც მე თავიდან გაიფიქრებს, საქართველო აგრარული ქვეყანაა, მიწა გვაქვს, წყალი გვაქვს, რად გვინდა ეს ხელოვნური რაღაცები. საქართველოში მიწა ჩვენი იდენტობის ნაწილია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მოდით დღეს ემოციების გარეშე ცივ გონებაზე ჩავხედოთ რეალობას თვალებში. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ოდითგანვე სხვებს კვებავდა, დღეს პარადოქსულ მდგომარეობაშია. დაფიქრებულ ხართ, რას ვჭამთ ზამთარში? ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს იმპორტულ ბოსტნეულში. თურქეთიდან, ირანიდან და სხვა მეზობლებიდან შემოტანილი პროდუქტი ავსებს ჩვენს დახლებს ზამთრის პერიოდში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან ზამთარში წარმოება ან ძალიან ძვირია, ან შეუძლებელია ტრადიციული მეთოდებით. საქართველოში ბოლო წლებში კლიმატი ძალიან შეიცვალა. კახეთში გვალვები გახშირდა. დასავლეთში დაუგეგმავი წყალდიდობები. გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქებზეა კონცენტრირებული. თბილისში ჩამოტანილი მწვანილი ხშირად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გზაში, სიცხეში. ალბათ უმეტესობამ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 15%-ია სახნავს ათესი მიწა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი მიწა საქართველოში გამოუსადეგარი ხდება ეროზიის, დამლაშებისა და არასწორი მელიორაციის გამო. და ასევე საგანგაშო სტატისტიკა. ზამთრის პერიოდში საქართველოში მოხმარებული ბოსტნეულისა და მწვანილის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია. ყოველწლიურად ქვეყნიდან დაახლოებით 100-დან 150 მილიონ დოლარამდე გადის მხოლოდ იმაში, რომ მეზობელმა ქვეყნებმა გამოკვებონ. ჩვენ რეალურად სხვის ეკონომიკას ვაძლიერებთ, მაშინ როცა ეს ფული შეგვიძლია აქ, ჩვენს ქალაქებში დავტოვოთ. ახლა კი გადავიდეთ არითმეტიკაზე. რატომ არის ვერტიკალური ფერმა ბიზნეს რევოლუცია? შევადაროთ ციფრები. ფართობის ეფექტურობით დავიწყებთ. ტრადიციულ მეურნეობაში 1 ჰექტარზე, ეს არის დაახლოებით 1.5 საფეხბურთო მოედანი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იღებთ მოსავალს. ვერტიკალურ ფერმაში, სადაც მცენარეები 10-15 სართულად არის განლაგებული, 1 კვადრატული მეტრი ცვლის 50-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ღია გრუნტს. წარმოიდგინეთ, ერთი ჩვეულებრივი საწყობი თბილისის გარეუბანში იძლევა იმდენივე მოსავალს, რამდენსაც მთელი სოფელი კახეთში. საქართველოში წყალი ჯერ კიდევ იაფია, მაგრამ სოფლიოში ეს მთავარი ხარჯია. ტრადიციული სოფლის მეურნეობა წყლის 70%-ს მოიხმარს. ვერტიკალური ფერმა კი 95%-ით ნაკლებ წყალს საჭიროებს. ჩვენ სისტემაში 1 კილოგრამი სალათის ფურცლის მოსაყვანად საჭიროა მხოლოდ 15-20 ლიტრი წყალი, მაშინ როცა მინდორში ტრადიციულ მეურნეობაში ამისთვის 250 ლიტრი გვჭირდება. ახლა კი ლოჯისტიკური კატასტროფა. იცით რა ღირს მწვანილის ტრანსპორტირება? როცა პროდუქტი 1000 კილომეტრიდან მოდის, მისი თვითღირებულების 40% მხოლოდ საწვავი და შენახვის ხარჯია. ვერტიკალური ფერმა კი მომხმარებლიდან სულ რაღაც 5-10 კილომეტრშია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვზოგავთ ტრანსპორტირებაზე და ვიღებთ პროდუქტს, რომელსაც შენახვის ვადა სამჯერ უფრო ხანგრძლივი აქვს, რადგან ის გზაში არ დაღლილა. რა კულტურებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როცა ვსაუბრობთ ვერტიკალურ ფერმაზე? მოდით ვიყოთ რეალისტები. ვერტიკალურ ფერმაში ხორბალსა და კარტოფილს არავინ თესავს, ეს წამგებიანია. აქ მთავარია მაღალმარჟიანი კულტურები. საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი დეფიციტია პრემიუმ ხარისხის კენკრასა და ეგზოტიკურ მწვანილებზე. ზამთარში მარწყვის ფასი საქართველოში კატასტროფულად იზრდება, ხარისხი კი მკვეთრად ეცემა. ვერტიკალურ ფერმაში 1 კვადრატულ მეტრზე წელიწადში შესაძლებელია 40-დან 60 კილოგრამამდე მარწყვის მიღება. მაგალითად, ბაზილიკი და მიკრომწვანილი განვიხილოთ. მათი ზრდის ციკლი სულ რაღაც 15-20 დღეა. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში გაქვთ 18-20 მოსავალი, მაშინ როცა ღია ცის ქვეშ მაქსიმუმ 2 ან 3. მაშ სად არის რისკი? არ მინდა გეგონოთ, რომ ეს მარტივი ფულია, ვერტიკალური ფერმერობის მთავარი მტერი ელექტროენერგიის ტარიფია.
ხარჯების სტრუქტურა ასეთია: 30% ელექტროენერგია, განათება და გაგრილება, 25% მუშახელი, თუმცა ავტომატიზაცია ამას ამცირებს, 15% თესლი და ნუტრიენტები, 30% სხვა საოპერაციო ხარჯებზე მოდის. საქართველოში ბიზნეს ტარიფი ელექტროენერგიაზე მზარდია, ამიტომ ნებისმიერი ჭკვიანი ინვესტორი ამ ბიზნესს მზის პანელების სისტემასთან ერთად გეგმავს. მზის ენერგიის გამოყენება თვითღირებულებას 40%-ით ამცირებს, რაც პროდუქტს კონკურენტ უნარიანს ხდის იმპორტულ შეწამლულ ბოსტნეულთანაც კი. რა სჭირდება ქართველ ფერმერს დასაწყებად? გადავიდეთ პრაქტიკულ მაგალითებზე. ბევრს გონია, რომ მთავარი შენობაა. სინამდვილეში შენობა მხოლოდ ჩონჩხია. საქართველოში უამრავი თავისუფალი სივრცეა, ძველი ფაბრიკა ქარხნები, მაგალითად რუსთავში, ქუთაისში, თბილისის გარეუბნებში. მათ აქვთ მაღალი ჭერი, რაც იდეალურია სართულების დასაშენებლად, მაგრამ მთავარია იზოლაცია. ვერტიკალურ ფერმაში თქვენ უნდა მართოთ კლიმატი, ამიტომ შენობა უნდა იყოს თერმოსივით, არც სიცივე უნდა შემოვიდეს, არც სიცხე. ენერგოსტაბილურობა, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა. ვერტიკალური ფერმა წამითაც არ უნდა გაჩერდეს. საქართველოში, სადაც დენის გათიშვა ან ძაბვის თამაში ჩვეულებრივი ამბავია, აუცილებლად მძლავრი ეგრეთ წოდებული UPS სისტემები და დიზელ გენერატორები იქნება საჭირო. ამის გარეშე თქვენი მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება ერთ ღამეში განადგურდეს. წყლის ფილტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი წყალი გვაქვს, ვერტიკალური სისტემებისთვის ის ზედმეტად ხისტია. საჭიროა სერიოზული ფილტრაციის სისტემები, რათა მინერალების ბალანსი მილიგრამებში გაიზომოს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, ეს არის კადრების დეფიციტი. ვინ მართავს ამ კოსმიურ ხომალდს? აი აქ ვეჯახებით ყველაზე დიდ პრობლემას. საქართველოში გვყავს კარგი აგრონომები, რომლებმაც იციან მიწა და გვყავს კარგი IT სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ თითქმის არ გვყავს აგროინჟინრები, ადამიანები, რომლებმაც იციან ორივე. ვერტიკალურ ფერმას ვერ მართავს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მიწასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. აქ გჭირდება კადრი, რომელიც კითხულობს სენსორების მონაცემებს და ესმის, რატომ შეიცვალა წყლის მჟავიანობის დონე, იცის, როგორ დააპროგრამოს LED განათებების ციკლები, ესმის მცენარის ფიზიოლოგია ხელოვნურ პირობებში. დღეს საქართველოში აგრარული უნივერსიტეტების კურს დამთავრებულთა მხოლოდ მცირე პროცენტია მზად თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის. ეს ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ფერმერებს უწევთ უცხოელი კონსულტანტების ჩამოყვანა, რაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. ჩვენ გვჭირდება ახალი სასწავლო პროგრამები, რათა ქართველმა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ სოფლის მეურნეობა დღეს პროგრამირებაა. ახლა კი შევეხოთ დაგეგმვასა და ბაზრის სტრატეგიას. საქართველოში ბიზნესის დაგეგმვისას ხშირად ვუშვებთ ერთ შეცდომას. მოდი მოვიყვანოთ ბევრი სალათის ფურცელი და მერე ვნახოთ. ვერტიკალურ ფერმერობაში ეს არ მუშაობს, აქ გაყიდვების არხი წინასწარ უნდა გქონდეს გაჭრილი. ჰორეკა სექტორი, სასტუმროები და რესტორნები. ეს არის თქვენი პირველი კლიენტი. მათ სჭირდებათ სტაბილური ხარისხი 365 დღის განმავლობაში. მათ არ აინტერესებთ გარეთ თოვს თუ წვიმს, მათ სჭირდებათ ერთი და იმავე ზომის, ფერისა და გემოს ბაზილიკი ყოველ დილით. სუპერმარკეტების პრემიუმ ხაზი. ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ჯანსაღ-კვებას. პროდუქტი წარწერით მოყვანილია პესტიციდების გარეშე, თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში, ეს არის გაყიდვების გარანტია. ახლა შევეხოთ სახელმწიფო მხარდაჭერასა და გრანტებს. საქართველოში არსებობს პროგრამები, როგორიცაა აწარმოე საქართველოში ან შეღავათიანი აგროკრედიტი, თუმცა ვერტიკალური ფერმერობა ხშირად ვერ ჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში, რადგან ის უფრო ტექნოლოგიური სტარტაპია, ვიდრე კლასიკური მეურნეობა. პერსპექტივა დიდია. თუ სახელმწიფო ამ სფეროს პრიორიტეტად გამოაცხადებს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საგადასაღადო შეღავათები ელექტროენერგიაზე იმ ფერმებისთვის, რომლებიც იმპორტ ჩანაცვლებას ახდენენ. ეს იქნებოდა ნამდვილად დიდი ნახტომი. ახლა კი საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ და დასკვნასაც მოვახსენებთ. იცოდით, რომ საქართველოში ზამთარში მწვანილის ფასი ხშირად 500-600%-ით იმატებს. ეს არის ის მარჟა, რომელიც ვერტიკალურ ფერმებს აძლევს საშუალებას სწრაფად ამოიღოს ინვესტიცია. ხშირად როცა ასეთ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, საქართველოში გვესმის ფრაზა: ჯერ ისეთი პრობლემები გვაქვს, ამისთვის სადგცალია. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სწორედ ამ ფიქრით ვაგვიანებთ ყველგან. სანამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ფანტასტიკაა, ანჯერ ადრეა, სხვა ქვეყნები უკვე აშენებენ მომავლის ეკონომიკას. ჩვენ გვაქვს სერიოზული სისტემური პრობლემები სოფლის მეურნეობაში. მაგრამ თუ დღეს არ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რაც ხვალ იქნება აუცილებელი, მაშინ ზეგ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეურნეობა კონკურენციას ვეღარ უძლებს და ჩვენი ბაზარი სრულად სხვის პროდუქცია დამოკიდებული. რა არის მთავარი ბარიერი? არა ფული, არამედ ცოდნა.
მოდით ვთქვათ პირდაპირ, დღეს საქართველოში ფული უფრო მეტია, ვიდრე კადრი, რომელსაც ამ ფულის სწორად მართვა შეუძლია. ჩვენ გვაქვს უმწვავესი კადრების დეფიციტი. სად გვყავს ის სპეციალისტები, რომლებიც ამ კოსმოსურ ხომალდს მართავენ? სად გვყავს აგრონომები, რომლებიც პროგრამულ კოდს კითხულობენ და სენსორების ენაზე საუბრობენ? ჩვენი განათლების სისტემა სამწუხაროდ ჯერ კიდევ გუშინდელ დღეშია ჩარჩენილი. ჩვენ ვამზადებთ კადრებს მეურნეობისთვის, რომელიც აღარ არსებობს, ან რომელიც მალე აღარ იქნება რენტაბელური. ვერტიკალური ფერმა არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, ეს არის ბიოტექნოლოგია, IT და ინჟინერია. თუ ჩვენს უნივერსიტეტებში დღესვე არ გაჩნდა ლაბორატორიები, სადაც სტუდენტი ჰიდროპონიკასა და აეროპონიკას პრაქტიკულად ისწავლის, ხვალ უკვე იძულებული ვიქნებით უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და მათ კოლოსალური ხელფასები უხადოთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დროს ველოდოთ. განათლებაში ჩადებული ყოველი თეთრი დღეს ხვალ დაზოგილი მილიონებია იმპორტულ პროდუქციაზე. თუ ჩვენი ახალგაზრდები დაინახავენ, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ ტალახი ან მძიმე ფიზიკური შრომა, არამედ ეს არის ინოვაცია, სისუფთავე და მაღალი ტექნოლოგიები, ისინი დარჩებიან საქართველოში. ისინი შექმნიან იმ პროდუქტს, რომელსაც Made in Georgia ეწერება და რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მარკეტებში გაიყიდება. ჩვენ ახლა ორ გზას შორის ვდგავართ. ან ვაგრძელებთ წუწუნს არსებულ პრობლემებზე და ვუყურებთ, როგორ გვისწრებს მსოფლიო, ან ვიღებთ ამ გამოწვევას, ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ახალ ტექნოლოგიებში და დღესვე ვიწყებთ მზადებას იმ მომავლისთვის, რომელიც მაინც მოვა. დიახ, გვაქვს ენერგეტიკული პრობლემები, გვაქვს მძიმე სოციალური ფონი, მაგრამ სწორედ ტექნოლოგიური ნახტომია ის, რაც ამ პრობლემებიდან დაგვაღწევინებს თავს. ვერტიკალური ფერმები არ არის მდიდრების გართობა. ეს არის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარანტია. ასე რომ, როცა შემდეგ ჯერზე ვინმე გეტყვით, რომ ეს ფანტასტიკაა, გაახსენეთ მას, რომ 30 წლის წინ მობილური ტელეფონის ფანტასტიკა გვეგონა. დღეს კი მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. იგივე მოხდება საკვებთან დაკავშირებითაც. არჩევანი ჩვენზეა, ვიქნებით ამ პროცესის ავტორები თუ უბრალოდ მაყურებლები, რომლებიც სხვის მიერ მოყვანილ პროდუქტს იყიდიან. დღეისათვის სულ ეს იყო. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა თქვენთვის. შეგიძლიათ ჩვენს გადაცემებს განვეორებით უყუროთ ჩვენს YouTube არხზე, Facebook გვერდზე, Instagram-სა და TikTok-ზე. გემშვიდობებით დროებით.